იყვარხარ ხაჭოვა დამბალო ფშავლების სუფრის სარადალო გაყოლებში პიტაურსა მოკლედ რა თქმა უნდა ამ თემას თავს ვერ ავარიდებთ და ვისაუბრებთ დღეს გაზებზე ეს გახლდათ დაგეგმილი ხუმრობა არა ამ გაზებზე არა იმ გაზებზე რომელიც გაუშვა კი არა გაზები არც არის კაცო მომწამლავ ნივთიერებებზე რომლებიც გაუშვეს ქოცებმა და დაგვიხოცეს ახალგაზრდები თუ ახალგაზრდებმა და ოპოზიციამ მოიგონა რაღაც და აბრალებენ ქოცებს ამ და სხვა თემებით მოგესალმებით ყველაზე საგანმანათლებლო ეპიზოდში კი არა გადაცემაში და დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ გავარკვევთ სიმართლეს. ქოცებმა დაწამლეს ახალგაზრდები თუ მოიტყვა BBC-მ და ოპოზიციამ. დადადადადამ. მოკლედ, ვინც აბსოლუტურად ჭურშიზი ხართ, ორი სიტყვით აგეხსნით რა მოხდა. 5 დღის წინ BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია რომ ქართულმა ოცნებამ წინა წელს პროტესტების წინააღმდეგ გამოიყენა ის ნივთიერება და წყალში გაურია, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა ბენზოდებილაპტრიმინ ციტამინის ციანიდი, რომელსაც გამოიყენებდა ევროპა ნაცისტების წინააღმდეგ. ანუ რეალურად რა თქმა უნდა ლეტალური ფხვნილია, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ მტრები დავხოცოთ, ხომ? იმიტომ რომ ნაცისტებს არავინ ეფერებოდა და ეხა ნახე ნაცისტებს ცრემლები ვადინო ტირით დებილებო არა რა თქმა უნდა ლეტალურია და რა თქმა უნდა გამოიყენება რომ დავხოცოთ ყველა მტერი ხო yes ხო და ეგ გამოიყენაო BBC-მ თქვა ქოცებზე ქოცები რა თქმა უნდა ეგრევე ეს ნივთიერებაო ჩვენ არ გამოგვიყენებია ესო ნაცების ბრალიაო ესო არისო სააკაშვილის ბრალიო, სააკაშვილს დაუმატეს კიდე 40 წელი ციხეში, რომ ეს ნივთიერებაო სააკაშვილის ბრალიაო და 40 წელი კიდე ციხეში, სააკაშვილი ციხეში ზის, მე რა შუაში ვარ ეს დედანატირების მაო. ნუ მოკლედ მერე დალაგდნენ ქოცები და გამოდის გუშინ ირაკლი კობახიძე უკვე დალაგებული, უკვე დასტოინი რაღაცა ესე და აიხაო დაგენძრათო ყველასო და მოკლედ ირაკლი კობახიძემ ეს ნივთიერებაო ვაფშე არ გვაქვსო ქართველებსო არც არასდროს შეგვიძენიაო ასე რომ აგერო დაგვასკდითო ოპოზიციონერებიო ვინც ამას გვაბრალებთო და BBC-საც ვუჩივლებთო და დაენძრევათო რა როგორ მოხდება და გაისროკებიან საცოდავი ეს რა თქმა უნდა ჩემი წინასწარმეტყველებაა რომელიც აბსოლუტურად ტყუილია და მე პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევი და ეს გადაცემა ემსახურება უბრალოდ ხალხის გაცინებას მაგრამ რა მოხდება ეს საცოდავი დებილი ადამიანები გაისროკავენ თავს რომლებიც აბსოლუტურად ამტკიცებდნენ რომ ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა და ხალხის მოწამვლა და დახოცვა ეს 100%-ით ფაქტებია ეგ დებილი ადამიანები გაისროკებიან დღეს უყურეს სხვა შორის მიშამ შულდაძის გადაცემას და საქმეში შეიძლება ჩაერთოს ჰააგა. თუ დადასტურდა რომ მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენას, ამ ყველაფერს დაყრდნობით კი გამოითქვა ეჭვი, რომ თავის დასაშლელად შესაძლოა გამოიყენა ნივთიერება. აი იმდენჯერ თქვა შესაძლოა თუ დამტკიცდა, რომ აი მაგ დროს ჩვეულებრივი მაყურებლები იცინიან რა, მაგრამ მე ვფიქრობდი რომ მეთქი ანუ რამდენად გათვლილია ეს ყველაფერი რომ თვითონ თავი დაიძრუნოს მერე თუ რამეა რომ მე არ მithქვამს კაცო რომ ქოცებს უეჭველი გამოუყენებიათ მე ვთქვი რომ ანუ თუ ეს გამოიყენეს მაშინ ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინეს და მართლა ეს საუბრობს ყველა ვისაც ოდნავ ჭკუა აქვს და თქვენ დებილებს გალაპარაკებენ რომ 100%-ით კლავდა მთავრობა გხოცავდა ციხეში. წახვალთ ყველა ციხეში. და მე უნდა მომწეროთ, რომ მიშა რატო არ საუბრობ პოლიტპატიმრებზე და სინდისის პატიმრებზე? მე ისევ ჩემი ბრალი იქნება ყველაფერი. მოკლედ ეგა რა
ჩემი წინასწარმეტყველება ისაა, რომ ანუ ეს ყველაფერი არ დამტკიცდება, ვერანაირად ვერ დამტკიცდება, რომ კოცებმა გამოიყენეს მართლა მომწამვლელი და ლეტალური შედეგის დამდგომი ფხვნილი წყალში ნარევი და მერე ყველას გაგსროკავენ, ვინც ამტკიცებდით, რომ კი 100%-ით და ყველა გარეთ დარჩება, ვინც მოგიწოდებდათ. რომ ოღონდ ვინც მოგიწოდებდათ, ისინი საუბრობენ, რომ შესაძლოა თუ ეს გამოიყენეს მაშინ და თქვენ ამ ყველაფერს ვერ ამჩნევთ და თქვენ კიდე აწვევით პირდაპირ დებილებივით, იმე თალგამივით კაჩავთ ამ ყველაფერს. კი, ეს სიმართლეა. წახვათ ციხეში. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. უფასო უნივერსიტეტები! მომდევნო წლიდან უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლა უფასო იქნება. სიახლეზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება. გადაობა რაშია აქ, რომ ხალხი მაინც რო არ ეთანხმება რა, ანუ ხალხს რო მაინც რაღაცა აწუხებს, აი მაინც რო რა პონჩი, ანუ კოცებმა რაღაც კარგი გააკეთეს. არ შევარჩენთ ამ ყველაფერს. და მე მინდა გაჩვენოთ ამ ადამიანების არგუმენტები, რომლებიც რეალურად ანუ მართლა ანტისახელმწიფოებრივი ტიპები არიან რა. ვიცი რომ ეხლა ძალიან ქოცრულად გამომდის, მაგრამ უყურე კოცები უნდა აკრიტიკო, სადაც გასაკრიტიკებელი არიან, მაგრამ კარგ რაღაცას რო აკეთებენ და მაინც რო აი ძებნი რაღაცა სრულ იდიოტიზმს რო გააკრიტიკო, მაშინ ვინ გამოდის იდიოტი და მე მინდა წაიკითხოთ ერთი კომენტარი, რომელსაც ყველაზე მეტი ლაიკი აქვს სხვა შორის და ეს ბევრმა ოპოზიციონერმა გააჟღერა ეს სიტყვები. მოკლედ, მოდი დავარქვათ ამ ადამიანს რამე სახელი არ ვიცი, ქალბატონი ირმა, მაგალითად. ქალბატონი ირმა წერს. 700 ლაიკი აქვს ამ კომენტარს. და ვისაც мотиваცია ქონდა გრანტი აეღო და ესწავლა, დაიკიდებს. ამიტომ უმრავლესობა უწიგნური და უსწავლელი გვეყოლება. ეს ცუდია. ეს ცუდია, ქალბატონო ირმა. შემდეგ ჩემი შვილი აბიტურიენტია, ამბიცია აქვს გრანტის, დღედაღამ წიგნებს უზის და გუში რომ მოისმინა, გული აუცრუვდა. არ მიატოვებს სწავლას, მაგრამ мотиваციას უკარგავს. არც კოცი ვარ, არც ნაცი, მაგრამ მკიდია პარტიები. მე ქვეყანა მიყვარს, მაგათ არც ერთს. ანუ ადამიანს სრული სერიოზულობით გონია, რომ თავისი შვილი, რომელსაც 17 წელია აჭმევს, ასმევს, ანუ 17 წლის ბავშვი, რამდენად უცოდინარია ცხოვრების, ხო წარმოგიდგენიათ, რომ ჯერ ალბათ ძუძუები შეიძლება ერთხელ ან ორჯერ აქვს ნანახი ცხოვრებაში. ჯერ კომუნალურების გადახდა რას ნიშნავს, რომ შუქს რო ანთებ, ანუ წვავს და მე ეს შუქი უნდა გადაიხადო, გაზს რო ანთებ, ეს გაზიც უნდა გადაიხადო. ეს ყველაფერი არ იცის. გონია რომ სახლში რომ მოდის საჭმელი ყოველთვის მზად იქნება და ანუ მაგ ბავშვზე საუბრობს, რომ мотиваცია დაეკარგაო. ქალბატონო ირმა. ანუ მოდი თუ мотиваციის მიცემა გინდა თქვენი ბავშვისთვის, აი ქუჩაში გააჯმევინეთ, მართლა გეუბნებით. ტანზე გახადეთ, ქუჩაში გააჯმევინეთ, იცი რამ ხელა мотиваციას მისცემთ, რომ ტანსაცმელი იშოვოს, რაღაცა მოიცვას, რომ სადმე შეაფაროს თავი, რომ შემდეგ არ ვიცი, ცოლი ყავდეს, შვილები ყავდეს, ისინი არ ჩინოს. იცით რამ ხელა мотиваციას მისცემთ? და თქვენ თუ მაგდენად დებილი ხართ, რომ გონიათ, რომ 17 წლის ბავშვს რეალურად мотиваცია აქვს ახლა სწავლის, მაშინ ანუ ხმის მიცემის უფლებაც უნდა ჩამოგერთვათ რა. ეხლა თქვენ ფოტოს გადავცემ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვ, რომ ხმის მიცემის უფლება ჩამოგერთვათ. ანუ ადამიანს გონია, რომ თავისი 16 წლის ბიჭი ეხლა არის მოტივირებული სწავლაზე. არა, ეხლა შეიძლება მოტივირებული იყოს სწავლაზე, მაგრამ უნივერსიტეტში რო გადავა, ეხლა მოტივირებულია, იმიტომ რომ ან კლასელებს ვერ კერავს რა, ბიჭი.
ეხლა დაიკოებივით უყურებს რა. რო გადავა უნივერსიტეტში აბსოლუტურად უცხო 50 გოგო რო ეყოლება აუდიტორიაში. იქ რაღაცა ძუძუებს ნახავს, რაღაც ტრაქს ნახავს. სწავლის დედა მოუტყამ, ბიჭო, რა სწავლა, დედა. სწავლის დედა შევეცი, დე. ყველა ბიჭი ესეა. ანუ, მხოლოდ მართლა რჩეული არაადეკვატური ადამიანები ახდენენ ფოკუსირებას სწავლაზე და ამ ყველაფერს აიგნორებენ. თორე, ჩვეულებრივად, ანუ 99% ბიჭების და გოგოების უნივერსიტეტში მიდის, რომ გაიცნოს ვიღაცეები. გოგოები პირველივე წელს ორსულდებიან, პირველივე წელს მართლა 18 წლისები არიან. მშობლებმა არც იციან, რომ შვილო შეყვარებული ყავდა. არა, დე, პროსტა ორსულად თუ არა 6 თვის უკვე. სწავლა რამდენი ხნის წინ დაიწყე? 6 თვის წინ. ბუმ, ყოჩახ შვილო. რავი, მოდი გავზარდოთ, მაგის დედაც მოუთხან. 75% განქორწინებები საქართველოში არ დაგავიწყდეთ მეგობრებო. თუ გონიათ რომ რამეს ისრულეს უბაზრობ. მადლობელი იყავი რომ ფულის გადახდა აღარ მოგიწევს ამ სირობაში. 2250 ლარის გადახდა გიწევდა წელიწადში რომ შენ იდიოტ შვილს ესწავლა რა? ძუძუების თვალიერება ჯოკრის თამაში? რა უნდა ისწავლო შენმა შვილმა, ბიჭო? და ყველას რო გონია რომ არა, ჩემი შვილი განსაკუთრებულია, ჩემ შვილს სწავლა უყვარს. კი, სწავლა უყვარს, იმიტომ რომ ძუძუები ნანახი არ აქვს. აი, რამოდენიმე ვიდეოს წინაც თქვი რა, ანუ შემეხვიანეთ ჩემი კურსელები. აი, რომლებმა მიაღწიეთ აბსოლუტურ წარმატებას. აი, ჩემი კურსელები, ანუ 120 კაცი ვიყავით ხო კურსზე. ნებისმიერი ადამიანი შემეხვიანეთ და მითხარით რომ აი მიშა, მე ვისწავლე, მე ახლა მილიონერი ვარ, მე ახლა ამდენი შვილი მყავს, მე იახტა მაქვს, მე Rolls Royce მაქვს და აი აბსოლუტურად ყველაფერს დავანებებ თავს, რავი, თავს ჩამოვიკიდებ. ჩემ კურსელებს სადხვდები ხოლმე, იცი, სადღაც გერმანიაში რომ ეხა არ მცალია უნდა გავიქცე, ბავშვ ტრაკი უნდა გამოუწმინდო. სადღაც ამერიკაში რომ ეხა ძაღლები უნდა გავასეირნო, მაგარი ცხოვრება მაქვს. ძალიან მიხარია ძაღლების სეირნობა. აი ეს არის, ბიჭო, უნივერსიტეტ დამთავრებული ხალხის ცხოვრება, რომლებიც აბსოლუტური კრეტინები არიან, რომლებსაც ფეხებზე კიდიათ ეს ყველაფერი და უბრალოდ მშობლებს გადაახტევინეს 10,000 ლარი ამ ყველაფერში. და ამ ყველაფერს რა შეჭერდება 10,000 ლარი? კი ბატონო, წადით, კი ბატონო, ისწავლეთ უფასოდ. და უფასოდ გახდით მე ძაღლების მომვლელები და ბავშვების ტრაკის გამომწმენდავები. აუ, რატოა საჭირო რომ მშობლებმა 10,000 ლარი დახარჯონ? და ეს დებილები წერენ რომ ჩემ ბავშვს მოტივაცია და რა მოტივაცია? ქალო 17 წელია ბავშვს საჭმელს აჭმევ ეზე პირით რომ აბა დედა გენაცვალოს, აბა მიდი ჭამე, ჩემი მაგარი კაცი, ჩემი სიმპათიური ბიჭი. ესეთ კრეტინებს ზრდით. გააჯმევინე სახლიდან თუ გინდა რომ მოტივაცია მისცე.